დაყოვნებასა მას სიძისასა. ანუ ქრისტეს მოსვლაზეა, ქრისტესთან შეხვედრაზეა საუბარი, ხო? დაყოვნება, რას ნიშნავს დაყოვნება? ღმერთი დროის მიღმიერია, რას ნიშნავს მისი დაყოვნება? ხო? ეს არის ჩემი სუბიექტური განცდა ღმერთის ჩემთან მოსვლისა, მოხილვისა, მისი საერთოდ დაბრუნებისა მეორედ მოსვლას იგულისხმება, ხო, აქ რა თქმა უნდა. მისგან თქვათ მადლის შეხებისა, რომ თქვათ აი სული მოვითქვა ცოტა ამ წუთის სოფელში და კვლავ გავაგრძელო სულიერი ცხოვრება. აი ეს დაყოვნება. ხო, შემთხვევით რა თქმა უნდა არ წერია. ღმერთი ყოვნის თითქოს, ღმერთი თითქოს ცდის ჩვენს მოთმინების უნარს, ცდის და ჩვენში მოთმინების ამ სათნოებას აყალიბებს და აძლიერებს, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვითხოვს ასევე რომ ადამიანები რო იწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას, აი იგავი რო არის თესვარზე, ხო? სხვადასხვა ადგილას რო ვარდება და სხვადასხვა გულს რო გამოსახავს. არიან ადამიანები, რომლებიც კი იწყნარებენ ღვთის სიტყვას, ანუ მადლს და სულიერ ცხოვრებას იწყებენ, მაგრამ დიდხანს ვერ ინარჩუნებენ. და უნდა შევინარჩუნოთ უკანასკნელ ამოსუთქვამდე. ამიტომ ერთის მხრივ დიდხანს სიცოცხლე კარგია, რაც მეტად ახალგაზრდები ხართ, კარგია რომ მეტი სიცოცხლის დრო გაქვთ. ხო, რაც მე სიცოცხლებ თითქოს კარგია, მაგრამ მეორე მხრივ რაც დიდხანს ცოცხლობ, უფრო მეტად უნდა დიდხანს შევინარჩუნოთ, მინიმუმ შევინარჩუნოთ წმენა, მაგრამ შენარჩუნება არ არის საკმარისი, წმენა სჭირდება, წმენა დინამიური პროცესია და იგი ყოველთვის უნდა ვითარდებოდეს. და ეს კიდევ ვიმეორებ, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე 100 წლის რომ იყო ვნებებისაგან დაფერფლილი და დაცლილი მთლიანად, მაშინაც უნდა ფრთხილად იყო, რომ იქაც შეიძლება გაცდუნოს ბოროტმა თუნდაც უიმედობი და სასწარკვეთილებით. და აი ამ წმენის შენარჩუნებას კიდე ჭირდება ყოველთვის ჩვენი თანამშრომლობა, თანამუშაკობა ღმერთთან და ბრძოლა. მეომრის სულისკვეთება ჭირდება, მოწამეობრივი სულისკვეთება ჭირდება ადამიანს. არ გამოდის უბრალოდ სხვანაირად, უბრალოდ მოშვებული, მოდუნებული ქრისტიანობა არ არსებობს. ამიტომ დიახაც დაყოვნებასა მას სიძისასა, დიახაც მაქვს ეს სუბიექტური განცდა, რომ იგვიანებს არ მოდის და მე კიდე მოთმინებაში უნდა გავიწვრნა და ამით ვავლენ მე თუ რამდენად მიყვარს, ან რამდენად ვისწრაფი ქრისტეს სადმი სიყვარულისკენ.